მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გვიხარია რომ შემოგვიერთდით. დღევანდელი მასტერკლასის თემა არის Power BI-ის გამოყენება სწრაფი, სუსტი და ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტილებებისთვის. სანამ უშუალოდ შეხვედრაზე გადავალთ, გაგაცნობთ ჩვენს კომპანიას Prodware-ს. Prodware არის საერთაშორისო IT კომპანია, რომელიც ორგანიზაციებს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ეხმარება. კომპანია სპეციალიზდება Microsoft-ის ბიზნეს გადაწყვეტილებების დანერგვასა და მხარდაჭერაში. მისი ძირითადი სერვისებია Dynamics 365, მისი ბიზნეს აპლიკაციები, ERP და CRM სისტემები, Power Platform-ა, მისი სრული ეკოსისტემა, Power BI, რომელიც დღევანდელი შეხვედრის ძირითადი თემა არის, Azure, მისი ღრუბლოვანი სერვისები და Microsoft 365-ის აპლიკაციები. მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების და ექსპერტიზის საფუძველზე კომპანია ხელს უწყობს ბიზნესის ეფექტიანობის ზრდას და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. Prodware არის Microsoft-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი. დღესდღეობით იგი წარმოდგენილია ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, სადაც დაარსდა, ესპანეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, ჩეხეთში, საქართველოში ბუნებრივია და სხვა ქვეყნებში. დღევანდელ შეხვედრას წარმოგიდგენთ ჩემი კოლეგა შალვა სილაგაძე და მე ვასილ სიმონიშვილი, ჩვენ ვართ BI კონსულტანტები, მონაცემთა ინჟინრები. ჩვენ ვართ ასევე Microsoft-ის მიერ სერტიფიცირებული მონაცემთა ანალიტიკოსები, რომლებსაც დიდი გამოცდილება გვაკავშირებს Power BI-ისთან მიმართებით. ვისთვის არის განკუთვნილი დღევანდელი მასტერკლასი. დღევანდელი შეხვედრა განკუთვნილია ბიზნესის მფლობელებისთვის, დამფუძნებლებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ, ოპერაციული და ფინანსური მენეჯერებისთვის და მოკლედ რომ ვთქვა, ადმინისტრაციული პერსონალისთვის, ვინც დაინტერესებულია კომპანიის პროცესების ოპტიმიზაციით. სანამ გადავალთ უშუალოდ Power BI-ზე, თუ რატომ არის Power BI ესეთი მოთხოვნადი, ესეთი აქტუალური, ბუნებრივია ვისაუბროთ დღევანდელ ბიზნესის გამოწვევებზე. შემდეგ როგორც თქვი ვისაუბრებთ უშუალოდ Power BI-ზე, შემდეგ წარმოგიდგენთ პატარა დემოს, ბოლოს კი რა თქმა უნდა სიამოვნებით გიპასუხებთ თქვენთვის ნებისმიერ საინტერესო შეკითხვაზე. დავიწყოთ ესე იგი დღევანდელი ბიზნესის გამოწვევებით. ლოგიკური იქნება თუ დავიწყებთ Excel-ის ქაოსით. კომპანიებში უამრავი Excel-ის ფაილი არსებობს, რომლებიც გაფანტულია სხვადასხვა კომპიუტერი იქნება ეს თუ ელფოსტები თუ სერვერები თუ ესე შემდეგ სხვადასხვა ადამიანთან და პრობლემა არის ხოლმე ის, რომ ხდება ხოლმე ვერსიების გაურკვევლობა, რომელი Excel-ის ფაილი შეიცავს რომელ უფრო განახლებულ მონაცემებს, ამ ყველაფრის გადამოწმება, გაერთიანება კი მოგეხსენება ცირთულესთან არის დაკავშირებული. ასევე ნაცნობი თემა არის სავარაუდოდ ფრაგმენტული მონაცემები, როდესაც ინფორმაცია ინახება მაგალითად ERP სისტემა არის კომპანიაში დანერგილი, მაგრამ ამის მიუხედავად მონაცემების ნაწილი შენახული არის Excel-ის ფაილებში, ან შეიძლება SQL-ის მონაცემთა ბაზაში, ან შეიძლება მეორე ERP სისტემაში ან ესე შემდეგ და ამ ყველაფრიდან მონაცემების გაერთიანება იმისთვის, რომ ბიზნესმა სრული სურათი მიიღოს, მოითხოვს არამარტო დიდ დროს, დიდი შეცდომების დაშვების ალბათობა და ესევე ხშირ შემთხვევაში რაღაც ტექნიკურ უნარებსაც მოითხოვს, ესე ვთქვათ, ამ ყველაფრიდან მონაცემების გაერთიანება. ინფორმაციული აცდენაზეც რომ ვისაუბროთ, არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა დეპარტამენტი იქნება თუ განყოფილება იქნება, თუ ადამიანი იქნება უბრალოდ ერთ და იმავე კითხვაზე განსხვავებულ ციფრებს წარმოადგენს ხოლმე. ეს გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა მეთოდოლოგიით ამუშავებენ მონაცემებს, ან სხვადასხვა ფორმულებით, ან სხვადასხვა Excel-ი შეიცავს სხვადასხვა დროის მონაცემებს, ესე ვთქვათ. რუტინული შრომაც აქტიური თემა არის, როდესაც თანამშრომლები სამუშაო დროის დიდ ნაწილს ხარჯავენ მონაცემების შეგროვებაზე, კოპირებაზე, დამუშავებაზე და საბოლოოდ რეპორტის მომზადებაზე. შედეგად
ხშირად რეპორტის მოსახმარად საჭირო არის, ესე ვთქვათ, დიდი რაღაც რესურსების დიდი შრომა, ესე ვთქვათ, და კვირის ბოლოსთვის ლოდენი ან თვის ბოლოსთვის ლოდინი იქნება გამომდინარე, რომ ყველაფერი ამას სჭირდება საკმაოდ დიდი რესურსები. დროის არარაციონალურ ხარჯვაზეც რომ ვისაუბროთ, არის ხოლმე სიტუაცია, როდესაც ინფორმაციის მოძიება უფრო დიდ დროს იკავებს, იქნება ეს საათები, დღეები თუ ესე შემდეგ, ვიდრე ამ მონაცემებზე ანალიზზე. მოგეხსენებათ, დღევანდელი ბიზნესის წარმატება ხშირ შემთხვევაში სწრაფ და დროულ გადაწყვეტილებებზე არის დამყარებული, ეს ყველაფერი კი ამ ყველაფერს აგვიანებს. ინფორმაციულ ვაკუუმს შეეხება, არის ხოლმე სიტუაცია, როდესაც ინფორმაციის არ ქონის გამო, ამ რეპორტინგის დაგვიანების გამო, მენეჯერები იწულებული არიან არასრულ სურათზე მიიღონ, დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილებები, ან გვიან მიიღონ გადაწყვეტილებები. ესეც ბუნებრივია აზარალებს ბიზნესს. დაგვიანებული ანალიზის აღნიშნოთ, როდესაც ორგანიზაციები შედეგებს ხედავენ, მხოლოდ რაღაც მოვლენის პროცესის დასრულების დროს, არამის მიმდინარეობის პროცესში და შედეგად კომპანია ბოლოს იწულებული არის გადავიდეს რეაქტიულ რეჟიმში, რასაც ვეძახით, ხო? არაეფექტური შეხვედრებზეც ვისაუბროთ. ეს დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანისთვის იქნება ნაცნობი სიტუაცია, როდესაც შეხვედრების დიდი ნაწილი იხარჯება იმის გარკვევაში, თუ რომელი რიცხვები არის სწორი, რომელი მონაცემთა წყარო არის სწორი და გადაწყვეტილებების მიღება და ანალიზი, ესე ვთქვათ, მეორე პლანზე გადადის ხოლმე და მისთვის დროის მცირე ნაწილი ხდება ხოლმე დარჩენილი. ეს არის ბიზნესის დღევანდელი გამოწვევების მხოლოდ ნაწილი, რა თქმა უნდა, აქ ვეცადეთ ჩამოგეთვალა ძირითადი პრობლემები. გადავიდეთ უშუალოდ Power BI-ზე, თუ რა არის Power BI. Power BI არის მონაცემთა ტრანსფორმაციის, ანალიზის და ვიზუალიზაციის პროგრამა, Microsoft-ის პროგრამა, რომელიც დღე უფრო და უფრო მოთხოვნადი და უფრო და უფრო აქტიური ხდება. განვიხილოთ უშუალოდ რატომ არის ესეთი მოთხოვნადი, რას ცვლის იქ ბიზნესში. აქაც იქნება გამომდინარე, რომ Power BI-ს საკმაოდ ძლავრი და მდიდარი ფუნქციონალი აქვს, მხოლოდ უპირატესობების ძირითად ნაწილზე ვისაუბრებთ. დავიწყოთ მონაცემთა ინტეგრაციით. როგორც თქვი, დასაწყისში ხშირია შემთხვევები, როდესაც ბიზნესის მონაცემები, ესე ვთქვათ, გაფანტული აქვს სხვადასხვა სისტემაში. Power BI-ს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა მონაცემთა წყაროს დაუკავშირდეს, მაგალითად, მონაცემები წამოიღოს ერთ და იგივე რეპორტში. წამოიღოთ ERP სისტემიდან, მეორეში Azure-დან, დავამატოთ Excel-დან მონაცემები, რაღაც ვებსაიტიდანაც. 200-ზე მეტი მონაცემთა წყაროსთან აქვს Power BI, შესაბამისად ფაქტურად ყველანაირი მონაცემთა წყაროსთან შეიძლება მონაცემების წამოღება და ინტეგრაცია. შედეგად ვღებულობთ ერთ რეპორტს, მაგალითად, რომელსაც იყენებს end user-ი, მომხმარებელი და სინამდვილეში კიდე ამ რეპორტში სხვადასხვა წყაროდან ეს მონაცემები არის გაერთიანებული, დამუშავებული, შემდეგ ვიზუალიზაცია გაკეთებული და უსახმარად არის მზად მხოლოდ ერთი რეპორტი. აღარ არის საჭირო სხვადასხვა სისტემების გახსნა და ესე შემდეგ. რეალურ დროში კონტროლის მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, KPI-ების უწყვეტი მონიტორინგის საშუალებით მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება, ეს ტენდენციები იქნება, ადვილად ხდება შესამჩნევი რეპორტებზე და არანაირი კვირის ბოლოსთვის ან რაღაც რეპორტის დამზადების შემდეგ მის მოხმარებისთვის ლოდინი აღარ არის საჭირო. ავტომატიზებულ ანგარიშგებას რაც შეეხება, ანუ ავტომატიზებულ რეპორტინგს, შესაძლებელია Power BI-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა რაც არის, რეპორტების განახლება ხდება ავტომატურად, შეგვიძლია დაგვიგებოთ, რომ განახლდეს რეპორტი მაგალითად 2 საათში ერთხელ, ან დილით რაღაც კონკრეტულ დროს, ან 9 საათში ერთხელ, ან ესე შემდეგ. ყველანაირი ადამიანის რესურსის ჩართულობის გარეშე, შესაბამისად არანაირი დროის ხარჯვა და ლოდინი საჭირო აღარ არის, მომხმარებელს შეუძლია უბრალოდ გახსნას რეპორტი და მიიღოს განახლებული მონაცემებზე სურათი. აქვე უნდა დავამატო აუცილებლად, რომ ეს რეპორტები იქნება გამომდინარე, რომ არის ონლაინ, აღარ არის საჭირო რაღაც კონკრეტული კომპიუტერის ჩართვა,
ან ესე შემდეგ, რეპორტის მოხმარება შეიძლება ნებისმიერ დროს, ვისაც ცდომა აქვს, რა თქმა უნდა, არა მარტო კომპიუტერიდან, კომპიუტერული მოწყობილობიდან, ტაბლეტიდან, მობილურებიდან, სხვადასხვა მოწყობილობებიდან, ვიზუალური ინდიკატორების საშუალებით და Power BI-ის ბევრნაირი ვიზუალის საშუალებით შესაძლებელია ეს გადახრები, ანუ მონაცემთა ანომალიებს, რასაც ვეძახით, ადრეულ ეტაპზევე იქნეს შესამჩნევი. შედეგად აღარ არის არანაირი რუტინის საჭირო, დრო შესაძლებელია პირდაპირ პრევენციაზე დახარჯოს კომპანიამ. ხელმისაწვდომობაც რო აღვნიშნოთ, ანუ ერთიანი მონაცემები ყველა შესაბამისი გუნდისთვის არის ხელმისაწვდომი და შესაბამისად single source of truth, რასაც ვეძახით, არის ერთი რეპორტი, რომელსაც იყენებს ყველა ადამიანი და რაღაც გაუგებრობებიან ვერსიებთან გაუგებრობებიან დამუშავების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული გაუგებრობებიან ესეთ შემდეგ, ესეთი რაღაცა სრულად აღმოფხვრილია. მოქნილ ანალიტიკაზეც ვისაუბროთ. მონაცემების სხვადასხვა ჭრილში ანალიზი რამდენიმე წამში ხდება შესაძლებელი რეპორტებისგან გამომდინარე, ტენდენციები იქნება ეს რაღაც ახალი შესაძლებლობები თუ ასე შემდეგ, ძალიან მარტივად არის თვალსაჩინო. რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტზეც უნდა ვისაუბროთ, ხელოვნური ინტელექტი მჭიდროდ არის ინტეგრირებული Power BI-ისთან, მისი საშუალებით ავტომატურად ხდება ტენდენციების, ანომალიების, მონაცემთა შორის კავშირების დანახვა. AI-ის მხარდაჭერით ასევე შესაძლებელია უბრალოდ პრომპტს, რასაც ვეძახით, ესე ვთქვათ, კითხვა დაუსვათ რეპორტს და დამატებითი ანალიზი გავაკეთოთ ამ კითხვების საფუძველზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ პრომპტების შედეგად არ მხოლოდ რაღაც რიცხვების მიღება ხდება, შესაძლებელია თვითონ ვიზუალები მივიღოთ ახალი, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია რეპორტს დავამატოთ და გავამდიდროთ ეს რეპორტები. Drill down analysis არის ერთ-ერთი უპირატესობა Power BI-ის, როდესაც საერთო ზოგადი მაჩვენებლიდან კონკრეტულ დეტალამდე შეგვიძლია ძალიან მარტივად ჩავიდეთ, ანუ პრობლემის ან წარმატების რეალური წყარო ძალიან მარტივად ვიპოვოთ, ჩავიდეთ, ესე ვთქვათ, დეტალურ ტრანზაქციულ ჩანაწერებამდე. მონაცემთა მართვის კუთხითაც მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს Power BI-ის. მის საშუალებით ხდება რეპორტის საშუალებით ხდება ინფორმაციის ხარისხის და წვდომების ცენტრალიზებული კონტროლი. აქედან გამომდინარე იზრდება რეპორტებზე წვდომა. აქვე დავამატებ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც არის, შესაძლებელია ერთ და იგივე რეპორტზე სხვადასხვა დეპარტამენტი იქნება ეს თუ სხვადასხვა ადამიანი იქნება, ისე გქონდეს წვდომა, ყველანაირი რეპორტის რაღაც გადაკეთებიდან დამუშავების გარეშე, რომ ყველამ დაინახოს მხოლოდ ის მონაცემები, რაც მისთვის არის განკუთვნილი. ანუ ერთ რეპორტს, როდესაც ხსნის თუ მაგალითად ფინანსური დეპარტამენტი ხედავს მისთვის განკუთვნილ მონაცემებს, HR დეპარტამენტი მაგალითად ხედავს მისთვის განკუთვნილ მონაცემებს და ესე შემდეგ. აქედან გამომდინარე, რაღაც Excel-ის ფაილების გადაგზავნა მაგალითად ან ცალ-ცალკე რეპორტის გაკეთება სხვადასხვა ადამიანებისთვის, ესეც საჭიროებაც აღარ არის. გამოყენების სიმარტივესაც უნდა მინდა ხაზი გაუსვა, ეს ინტუიციური ვიზუალიზაციები, რომლის მხარდაჭერაც Power BI-ის აქვს, ძალიან მარტივი ინტერფეისი, საშუალებას აძლევს კომპანიას, რომ ყველანაირი რაღაც კადრის გადამზადების გარეშე ან სპეციალური რაღაც ტრენინგების გარეშე მარტივად მოიხმარონ რეპორტები. მოგეხსენებათ, კომპანიაში რაღაც სიახლის დანერგვა ცოტა ნებათაღელვასთან არის ხოლმე დაკავშირებული, მაგრამ Power BI-ის შემთხვევაში ეს პრობლემა არ არის, ნებისმიერ ადამიანს Excel-ის გამოცდილებაც კი არ არის საჭირო, შეუძლია ყველანაირად თავისით ესე ვთქვათ, IT გუნდისგან დამოუკიდებლად ძალიან კომფორტულად მოიხმაროს რეპორტი. სიზუსტე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი არის ესევე. იქნება გამომდინარე, რომ ავტომატიზაცია ხდება ამ რეპორტინგის და ადამიანური ფაქტორის ჩართვა აღარ არის საჭირო. მნიშვნელოვნად მცირდება შესტომების ალბათობა. ყველა მუშაობს ერთ და იგივე ლოგიკით, ერთ და იგივე მონაცემებით. საერთო ჯამში კი აი რაც ვისაუბრეთ ეს უპირატესობები რომ შევაჯამოთ, ესე ვთქვათ, Power BI-ის საშუალებით კომპანიებს მნიშვნელოვნად ეზოგებათ დრო, ადამიანური რესურსი, მეტი დრო რჩება ანალიზზე,
დაგეგმვა იქნება ის რაღაცის პროგნოზირება იქნება თუ ისე შემდეგ და შეუძლიათ რომ მთლიანი რესურსი მიმართონ მონაცემებზე დაფუძნებულ ბიზნეს გადაწყვეტილებებზე. აქვე დავამატებ რომ ერთ-ერთი უპირატესობას კიდევ რომ თუ კი მაინც ადამიანს რაღაც Excel-ში უნდა დამატებითი ანალიზის გაკეთება, ესეც შესაძლებელი არის Power BI-ის საშუალებით, ანუ Excel-ით შესაძლებელია დაუკავშირდეთ Power BI-ის დამზადებულ რეპორტს და რაღაც დამატებითი ანალიზი გავაკეთოთ საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ანუ უკავშირდებით რეპორტს, მის მონაცემთა მოდელს, ამ ყველა მონაცემთა წყაროდან წამოღებულ მონაცემებს, ესე შემდეგ და დამატებითი ანალიზს ვაკეთებთ Excel-ის ფაილში, რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში. დროა წარმოგიდგინოთ Power BI-ის შესახებ პატარა დემო, რომელსაც ჩემი კოლეგა გაუძღვება, გვაჩვენებს, შემდეგ კი როგორც თქვი თავიდან თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვას უპასუხებთ სიამოვნებით. შაკო? მოგესალმებით, მადლობა ოსო. მე ვარ შაკო, მადლობა რომ გვესწრებით და ჩემი საუბრის განმავლობაში ვეცდები რომ წარმოგიდგინოთ რეალურ кейსებზე დაყრდნობით თუ რა პროდუქტებს და სერვისებს გთავაზობთ კომპანია პროდუიერი, რა თქმა უნდა ჩვენ შემთხვევაში მონაცემების მიმართულებით. და ამისთვის ყველაზე ესეთი თვალნათელი მაგალითი იქნება, რომ გამოვიყენოთ ერთგვარი before და after შედარება. ანუ რას ვაგვარებთ. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ერთი მთავარი კითხვა რაც გაქვთ, რომ გვისმენთ, არის რა პრობლემის მოგვარება შეგვიძლია ჩვენ, როგორც კომპანიას. და ესე რომ გამოვყოთ, სამი მთავარი ბენეფიტი გამოიკვეთება, რაც რის მოგვარებად შეგვიძლია. და ეს სამი ბენეფიტი არის, პირველი რაც ვისაუბრებ არის ავტომატიზაცია, მეორე ეს არის ცენტრალიზაცია და მესამე ვიზუალიზაცია. რა თქმა უნდა, მონაცემების ირგვლივ. და დავიწყოთ ავტომატიზაციით, იმიტომ რომ ეს სიტყვა ბევრჯერ გსმენიათ ალბათ მონაცემების და რეპორტინგის მიმართულებით, უბრალოდ ესე ზოგადად რთულია წარმოვიდგინოთ, რას მოიაზრებს კონკრეტულად ავტომატიზაცია. და მოდი ერთ-ერთი ბიზნეს кейსი გავიაროთ. ერთი წამით ახლავე. გავიაროთ ეგეთი ბიზნეს кейსი, წარმოვიდგინოთ კომპანია, რომელიც ვაჭრობს ფეხსაცმელებით და მისი გაყიდვების ერთ-ერთი არხი არის ვებსაიტი. როგორც ახლა უყურებთ ეკრანზე, რა თქმა უნდა, აქ რეალური მონაცემები არ არის და უბრალოდ სადემონსტრაციო საიტი არის მოცემული. აი წარმოვიდგინოთ, რომ თითოეული კლიენტი შედის ამ საიტზე და აქედან აკეთებს შეკვეთას და მოდი ეს кейსი გავიაროთ. აი მაგალითად, როგორც კლიენტი შევედი ამ საიტზე, აურჩია რაღაც ფეხსაცმელი, ჩავწერე სახელი, ჩავწერო თქვა პროდუიერს, უნდა რომ თავის თანამშრომლებს უყიდოს ფეხსაცმელები და ანუ აქ არკეტიც არის. და ანუ ეს გამარტივებული ის არის, აქ რა თქმა უნდა დემონსტრაციულად, ამიტომ ესე დავაწოვი და წარმოვიდგინოთ, რომ ის შეიქმნა. ჩანაწერი შეიქმნა იმაში სისტემაში. ეხლა ჩვენაც გავაკეთე, ეს არის ერთგვარი ტრანზაქციის დამატება სისტემაში, ხო, რეალურად რო შევხედოთ სისტემურად. ესე ტრანზაქციები ნებისმიერ სისტემაში, იქნება ERP, CRM თუ ნებისმიერ სახის სისტემა, ესეთი გატარებები ყოველდღიურად საკმაოდ ბევრი ხდება სისტემაში და სწორედ ესეთი გატარებები წარმოადგენენ მონაცემების ყველაზე დიდ პორციას, ხო? ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ ამ კომპანიას ყავს ერთი რეპორტინგის სპეციალისტი, რომელიც ყოველდღე აკეთებს რაღაც ანგარიშს, რომელსაც მერე თავის თანამშრომლებს უზიარებს, ანუ ერთგვარი განახლება რომ გააკეთოს თუ რამდენი გაყიდა მისმა კომპანიამ. როდესაც ავტომატიზაციის ნაკლებობა არის კომპანიაში, ამ ადამიანისთვის ერთადერთი ვარიანტი რომ ახალი მონაცემები მოიპოვოს და მე თავის რეპორტი განაახლოს, არის რომ ჩამოტვირთოს Excel-ში. ანუ ეს ფუნქცია ნებისმიერ სისტემას გააჩნია, რომ Excel-ში ჩამოტვირთოთ. აი მაგალითად, როგორც აქ არის მოცემული, რომ აურჩიე საწყის თარიღი, მაგალითად გუშინდელი დღიდან დღემდე, ხო, სიტყვაზე ვამბობ და დავაჭირე გადმოწერას. და ანუ გადმოიწერება დატა, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოიყურება ესე, უბრალოდ ნედლი დაუმუშავებელი მონაცემები არის მოცემული. და ეს თანამშრომელი მე რასაც აკეთებს არის, რომ ამ მონაცემებს თავის მთავარ რეპორტის ფაილში დაამატებს. და ამითი ეს რეპორტი რაღაც დონეზე განახლდება. რაღაც დონეზე განახლდება, ხო, ანუ იმ დღეზე. და წარმოვიდგინოთ, რომ საბოლოო რეპორტი გამოიყურება ესე, ნუ Excel-ში, რომელიც ყველას გვინახავს, ხო, მსგავსი რეპორტი Excel-ში, ხო? და ანუ თქვათ რაღაც ცხრილი სახით არის მოცემული სხვადასხვა KPI-ები. და მოდი ეს იყოს ჩვენი before case-ი, ანუ რა არის სტანდარტული მიდგომა რეპორტინგში, ანუ როგორ აწარმოებს კომპანია რეპორტინგს, ვისაც ავტომატიზაცია არ აქვს.
და ეხლა შედარების კუთხით რო შევხედოთ, რომ აი მაგალითად კომპანიამ დანერგა ეს თანამედროვე მეთოდი ავტომატიზაციის და Power BI-ის რეპორტში, აი ახლა რა რეპორტსაც უყურებთ, იგივე რეპორტი შექმნა, ხო? აი წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის იგივე რეპორტი Power BI-ში, ну დეშბორდის სახით, სადაც რაღაც რამოდენიმე ვიზუალი მაქვს დამატებული და მონაცემები მოცემული არის სხვადასხვა კუთხით. აი აქ ზემოთ თვალსაჩინოებისთვის დავამატე ბოლო 5 ტრანზაქციას რო აჩვენებს ეგეთი ცხრილი. და გაგიჩნდებათ კითხვა, როგორ უნდა განაახლოს ამ ადამიანმა ეს რეპორტი, ხო? პასუხი ამაზე არის ის, რომ მას აღარ უწევს აღარნაირი Excel-ის ჩამოტვირთვა, მე ესე რომ ვთქვათ, მთავარ ფაილში შეტვირთვა მონაცემების და მე გაზიარება. ერთადერთი რას უწევს არის, რომ უბრალოდ refresh დააჭიროს და აი წეღარო პროდუიარ ჯორჯიათი შეკვეთა გავაფორმე აქ და ინახავთ, რომ უკვე გაჩნდა ეს შეკვეთა. უბრალოდ არ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ჩანაწერი მხოლოდ ამ ცხრილისთვის გაჩნდა აქ. ეს ზოგადად მთლიანი რეპორტი განახლდა. აი ახლა რომ ვნახო აქ, აი აქ ჩარტშიც გამოჩნდა იგივე კლიენტი და მთლიან რეპორტში აისახა მთლიან რიცხვზე, ხო? კი ბატონო, ეს პირველი მაგალითი რაც გაჩვენეთ, ეს არის ავტომატიზაცია რა იგულისხმება, როდესაც საუბრობთ თანამედროვე რეპორტინგზე. და ამის გაგრძელებად მაშინ ვისაუბროთ მეორე რაც ვახსენე, ეს არის ცენტრალიზაცია. ცენტრალიზაცია როგორც გვესმის, ეს არის რომ რაღაც გაბნეული მონაცემების სისტემებში გავაერთიანეთ ერთ გარემოში, ხო? აი წარმოვიდგინოთ ეგეთი кейსი, აი როგორც ამ სქემაზე არის მოცემული. აი დავუშვათ, რომ კომპანიას გააჩნია რაღაც რამოდენიმე სისტემა, ხო? აი წინა მაგალითი რაც გაჩვენეთ, იქ დაშვებული იყო, რომ კომპანიას ერთი სისტემა აქვს, ის ვებსაიტი. მაგრამ ესეთი სისტემები შეიძლება ბევრი ქონდეს, იქნება ERP, CRM, HR სისტემა და ნუ ესე შემდეგ, ხო? და მთავარი პრობლემა რაც აქამდე ვასწავლეთ ახსენა არის, რომ Excel-ებით უწევთ ამ ყველაფრის გაერთიანება და ერთჯერადად მერე განახლება რეპორტის. და ეს ცენტრალიზაცია სწორედ მაგას მოიაზრებს, რომ იქნება ერთიანი გარემო, სადაც მონაცემები არის შეუქცევლად განახლებული. ყოველდღიურად ხდება, ან ეს ერთჯერადად ავიღეთ და გადმოვიტანეთ და მე დამთავრდა, ეგრე არ არის. ანუ ეს პროცესი შეუქცევადი არის. ანუ ყოველდღიურად, ანუ რაღაც კონკრეტული პერიოდულობით რასაც განსაზღვრავთ, მონაცემები ერთიან გარემოში ერთიანდება. და უკვე ეს არის კომპანიისთვის მთავარი დასაყრდენი. ანუ თანამშრომელი, რომელიც რეპორტს აკეთებს, ხო? მას აღარ უწევს უკვე, რომ წავიდეს და ERP-ში ჩამოტვირთოს, მე აქედან და მე ესე იმუშაოს, ხო? ანუ მან უკვე იცის, რომ აი აქ, აი ამ ცენტრალიზებულ გარემოში უკვე ყველაფერი მასზე არის მორგებული, რომ უფრო გაუმარტივდეს საქმე. ამას მოვიაზრებთ ცენტრალიზაციაში. ხოლო მესამე ნაწილი ჩვენი მთავარი ბენეფიტების რასაც ვაგვარებთ არის ვიზუალიზაცია. ჩათვალეთ, რომ ვიზუალიზაცია არის პრიორიტეტით მესამე, იმიტომ რომ ეს ორი არის მთავარი ფუნდამენტი. ამაზე ხდება დაშენება შემდეგ ვიზუალიზაციის, ხო? აი როგორც სახლს რო ვაშენებთ, ეგრევე მიწის ზემოდან არ ვიწყებთ, ხო? ანუ ჯერ საძირკველს ვიღებთ და იქ მთავარი არის ყარი იყოს ყველაფერი და მერე უკვე ვიზუალურად როგორ სახლს ავაშენებთ, ეგ უკვე ჩვენზეა დამოკიდებული და კი ბატონო და ამის ადემონსტრაციოდ მე აქვს მოტანილი მსგავსი რეპორტი რაც წეგან გაჩვენეთ Excel-ში აწყობილი 4 რეპორტი დეპარტამენტების მიხედვით. მაგალითად ფინანსებისთვის, CRM-ი გაყიდვები, მარკეტინგი და პროდუქტი, რომელიც ნუ მსგავსი რეპორტები ყველას გვიმუშავია და ყველას გვინახავს, ხო? ამ რეპორტების მთავარი დანიშნულება არის არა მარტო ვიზუალურად წაკითხვა, ანუ თანამშრომელი რო ამას უყურებს, მხოლოდ ინფორმაცია კი არ გამოაქვს, არამედ შეიძლება რომ თვითონვე დაამატოს აქ რაღაცა კალკულაცია, ხო? ამიტომაც ხშირად შეიძლება მოსმენილი გაქვთ ეგეთი დებატები, რომ Excel-ი ჯობია თუ Power BI. რეალურად ეს საკითხი არ უნდა დავუსვათ, იმიტომ რომ Excel-ს თავისი ადგილი აქვს და Power BI-ს თავისი. ანუ ესეთი მიდგომა, რომ Power BI-ის საშუალებით Excel-ი სრულად ამოვარდება, ეს მთლად სწორი მიდგომა არ არის, იმიტომ რომ Excel-ი ზოგჯერ შეუცვლელი არის. აი მაგალითად, მე მქონია შემთხვევა, როდესაც საკმაოდ რთული მოდელი აუწყვე ჩვენს CFO-ს და ბოლოს მთხოვა, რომ ეს დატა თუ შეიძლება რომ Excel-ში გავამიგზავნო ყოველდღიურად. ანუ რეალურად განსაკუთრებით ფინანსისტებს და იმ ადამიანებს, ვინც რიცხვებში ღრმად უნდა ჩაეძიონ, მათ ურჩევნიათ, რომ
მაინც Excel-ში ესე ვთქვათ ითამაშონ, ხო, რაღაც თავიანთი კალკულაციები აკეთონ. ამიტომაც აქ ორად უნდა გავყოთ ჩვენი იუზერები. პირველი კატეგორია არის, ვინც უბრალოდ ათვალიერებენ, ანუ უბრალოდ უყურებენ და დამატებით შიგნით არაფერს არ ამატებენ და მეორე კატეგორია არის, ვინც უყურებენ და მეორე თვითონაც რაღაცებს ითვლიან აქ. ამიტომაც თქვენ კომპანიას თუ აქვს საჭიროება, რომ მე მინდა რომ რაღაც რეპორტები მქონდეს ნაწილი Power BI-ში, რომ იქ დეშბორდის სახით, მაგრამ მე ასევე მჭირდება ისეთი გარემო, რომ მე აქ Excel-ში ჩემი კალკულაციები დავამატო. და ანუ აქ უნდა შევხედოთ ისე, რომ Excel-ის და Power BI-იც არის Microsoft-ის პროდუქტი, ანუ ერთმანეთთან მარტივად ილინკება. ანუ თქვენ თუ გსურთ, რომ რეპორტი აწყოთ Excel-ში, მაგრამ ეს იყოს ავტომატურად განახლებადი, იმის თქმა უნდა, რომ ესეც გაკეთებადი არის. უბრალოდ ეხლა ვნახოთ აი ეს 4 რეპორტი თუ როგორ გამოიყურება Power BI-ში. და აქ უნდა ვისაუბროთ Power BI-ის web service-ზე, რომელიც აი Power BI ორ ნაწილად იყოფა. ერთი არის desktop ვერსია, რომელშიც უშუალოდ შექმნა ხდება რეპორტის დეველოპერის მიერ, ხოლო web ვერსია, web service-ი, რასაც მე ხავ ახსენებ, ეს არის რომ წარმოიდგინეთ ვებსაიტი, სადაც თქვენს მიერ შექმნილ რეპორტს publish-ს უკეთებს, ანუ გამოქვეყნებას უკეთებთ. და მთავარი კომფორტი ამ web service-ის არის ის, რომ ეს არის წარმოიდგინეთ, რომ თქვენი კომპანიის მთავარი რეპორტინგის გარემო. ანუ აქ ყველა მიცის, რომ დეპარტამენტების მიხედვით და როლების მიხედვით არის დანაწილებული რეპორტები. ასე გამოიყურება Power BI-ის web service-ი, რომელშიც რეპორტი, რომელიც მე დესკტოპში შევქმენი, გავხადე საჯარო. და ხო, აქ მთავარი სხვაობა, რაც დაინახავთ, არის, რომ შედარებით ნაკლები რიცხვი ჩანს ვიდრე Excel-ში. აი, როგორც აქ იყო, ხო? იმიტომ რომ როგორც გითხარით, Excel-ში რაც უფრო მეტი რიცხვი არის, ის რეპორტი უფრო ღირებულია, ხოლო Power BI-ში ჩვენ სათქმელი უნდა ვთქვათ ვიზუალურად. იმიტომ რომ აქ ეხლა რაც შეიძლება ბევრი ის რო ვაჩვენოთ ცხრილები და რიცხვები, ამ რეპორტს ბევრი ადამიანი არ გამოიყენებს, იმიტომ რომ რიცხვებთან მუშაობა ისევ უბრუნდებით იმას, რომ ხალხს Excel-ში ურჩევნია. ხოლო რაც შეეხება ეხლა სხვაობას. სხვაობა, ის არის, რომ ვიზუალურად არის გამოსახული ყველაფერი. კიდე ერთი უპირატესობა რაც აქვს, არის უფრო დინამიური. დინამიურში გულისხმობ, რომ აი ახლა მაგალითად მოცემული მაქვს მე სტანდარტული დეშბორდი, რომელიც ყველას გვინახავს, ხო, სადაც მოცემული არის თავარი KPI-ები და მოცემული არის ვიზუალურად გამოსახული მონაცემები, იქნება ეს რაღაც line chart-ი, bar chart-ი, pie chart-ი თუ ასე შემდეგ. დინამიურობაში მოვიაზრებ იმას, რომ მაგალითად მე თუ აქ მინდა რომ კონკრეტულ დეპარტამენტზე გადაკეთდეს ჩემი რეპორტი, ხო? და არანაირი წვალება ამაზე არ მომიწიოს, მე შემიძლია რომ ფილტრი გამოვიყენო, დინამიური ფილტრი, რომლიდანაც მე აქედან შემიძლია რომ ესე მოვფილტრო რაღაც დეპარტამენტი, რომელზეც გადაკეთდება მთლიანი რეპორტი, არა კონკრეტული ვიზუალი, არამედ მთლიანი რეპორტი. და რაც შეეხება დანაწილებას მონაცემების, ხო? აი Excel-ის შემთხვევაში ჩვენ გქონდა შიტები, შიტებზე იყო განაწილებული ისინი ვიზუალები, ხოლო რაც შეეხება Power BI-ში აქ გვაქვს ეგრეთ წოდებული pages, ანუ გვერდები, რომელიც ნუ მსგავსად მუშაობს, უბრალოდ აქ მარცხნივ არის განლაგებული და ესე შემიძლია რომ აი მაგალითად მეორე page არის გაყიდვებზე. სადაც აი მაგალითად სხვა დიზაინი არის შექმნილი, ხო, ფერი სხვა არის ბექგრაუნდის და ვიზუალების. ნუ ასევე მარკეტინგის დეშბორდი, პროდუქტის და ნუ რამდენიც საჭირო იქნება. ხო, ვიზუალიზაციაზეც ვიტყვი, Power BI საკმაოდ ესეთი დეტალიზებული ფუნქციონალი აქვს, რომ ვიზუალები ჩვენზე მოვირგოთ და თუ კი რაღაც დიზაინის ნიჭი გვაქვს კომპანიაში, შეგვიძლია რომ საკმაოდ ლამაზი ვიზუალები შევქმნათ, იქნება ეს ფერები, ფონტები თუ რავი, განლაგებები და ასე შემდეგ. კიდევ ერთი მთავარი უპირატესობა, რაც უნდა ვისაუბროთ, ეს არის გაზიარება, ხო? აი Excel-ის შემთხვევაში რეპორტის გაზიარების ერთადერთი გზა იყო, რომ მეილით უნდა გაუგზავნოთ ჩვენს კოლეგას, ან კოლეგებს. და რეალურად ეს რომ მე რო გავუგზავნი თქვა ჩემს კოლეგას ამ Excel-ის რეპორტს, გამოდის რომ მე ეს Excel-ის რეპორტი არსებობს ჩემს კომპიუტერში და იმ ადამიანის კომპიუტერში, მაგრამ არ არსებობს სადღაც შუამავალ გარემოში რა. და ამის გამო ვაწყდებით ხოლმე საკმაოდ მოუხელთებელ პრობლემებს.
და იმისათვის რომ მე ეს რეპორტი თქვათ მინდა რომ გავუზიარო ჩემს თანამშრომელს მე უბრალოდ ლინკი უნდა გავუზიარო. აი როგორც ხედავთ, აი აქ ზემოთ რა ლინკით დაგენერირდა, ეს არის ამ რეპორტის ლინკი, რომელიც აი აქ მე share ღილაკზე რომ დავაწვე და ჩავწერო ჩემი თანამშრომელი, რავი, ვასილი მაგალითად, აქ ამოვარდება მისი იუზერი და გაეგზავნება ამ რეპორტის ლინკი, ჩვეულებრივ მეილის სახით. ასევე მე აქვე შემიძლია რომ განვუსაზღვრო ამ ადამიანს რა უფლებები ქონდეს. აი მაგალითად მე მინდა რომ ამ ადამიანს ასევე შეეძლოს რომ ამ რეპორტის ესე ვთქვათ სტრუქტურაში რაღაც ცვლილებების შეტანა შეეძლოს. ან მაგალითად მხოლოდ viewer-ი იყოს, ანუ მხოლოდ read access-ი ქონდეს, რა ნუ სხვა ვერაფერი ვერ გააკეთოს. ანუ მე შემიძლია რომ აქედანვე განვუსაზღვრო, მას შეეძლოს აი ეგრეთ წოდებული build-ის ფუნქცია თუ არ ქონდეს. და ანუ ამ შემთხვევაში უკვე ეგეთი რაღაცა რომ მე Power BI-ის ფაილი მეილში ჩავაგდე და გაუზიარე ჩემს თანამშრომელს, ეგეთი რაღაცა არ გვაქვს, გაცილებით უფრო მოქნილი არის. ხო, ასე უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს ახლა გახსნილი მაქვს მე კომპიუტერში, ხო, desktop კომპიუტერში და შესაბამისად ვიზუალი არის მორგებული ჩემს ეკრანზე, მაგრამ ასევე შესაძლებელი არის რომ შეიქმნას mobile ვერსია ამ რეპორტის. აი რაღაც კონკრეტულ საიტებზე რომ შედიხართ მაგალითად არსებობს desktop ვერსია და mobile ვერსია, ხო, სადაც ტელეფონზე მორგებულია ხოლმე ამ mobile ვერსიაში ვიზუალები. აქაც შეიძლება იგი რაღაცა რომ გაკეთდეს, რომ უკვე ტელეფონზე იყოს მორგებადი. და მთავარი სხვაობა ასევე ის არის, რომ დიდ მონაცემებთან მუშაობისას Power BI გაცილებით უფრო სწრაფი არის. სწრაფში გულისხმობ უფრო ანუ სულ სხვა ტექნოლოგიაზე მუშაობს, გაცილებით უფრო მაღალი ლეველის ტექნოლოგიაზე, რომელიც დიდ მონაცემებს გაცილებით უფრო სწრაფად და მოკლედ ამუშავებს. კი ბატონო, ეს იყო სამი მთავარი კომპეტენცია, როგორც გითხარით. პირველი ორი ჩავთვალეთ, რომ საქმის მთავარი ნაწილი არის, ხოლო ეს ჩვენი ვიზუალიზაცია უკვე არის ერთგვარი პირველი ორის გაგრძელება. კარგი, ეს მინდოდა და მეთქვა ამ შეხვედრის ფარგლებში. და მაშინ შეგვიძლია რომ გადავიდეთ კითხვებზე. აიცით რა არის, შეგიძლიათ თუ კი კითხვის დასმა გსურთ, ხელი აიწიოთ და მე ჩაგირთავთ მიკროფონს. ან მოიწერეთ თუ გნებავთ. აჰა. თამარს აქვს ხელი აწეული. და გიორგის. მე დავსავ ერთ კითხვას, მოგესალმებით ყველას შეიძლება. გამარჯობა. გამარჯობა ყველას. შესაძლებელი არის თუ არა ნებისმიერმა თანამშრომელმა შექმნას მსგავსი რეპორტები, ანუ რამდენად აუცილებელი არის ტექნიკური ცოდნა, მაგალითად Excel-ში ავად თუ კარგად ყველამ ვიცით როგორ უნდა ვიმუშაოთ, როგორ პარალელს გავლებთ Power BI-ის შემთხვევაში, რამდენად შეუძლია დამწყებს მისი გამოყენება როგორც ტექნიკურ ადამიანს. მადლობა წინასწარ. შაკო მე უპასუხებ. მადლობა კითხვისთვის, კარგი კითხვაა. თვითონ რეპორტის შექმნას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, იმისთვის რომ რეპორტი სწორად შევქმნათ, იმისთვის რომ დიდი მონაცემები დავამუშავოთ, სხვადასხვა მონაცემთა წყაროდან წამოვიღოთ, ამ ყველაფრისთვის არის რა თქმა უნდა ცოდნა და გამოცდილება საჭირო. თვითონ საბოლოო ჯამში რეპორტის მოხმარებას, როდესაც უკვე მზად არის ეს ყველაფერი, მოხმარებას რაც შეეხება, არანაირი Excel-ის ცოდნაც კი საჭიროება არ არის, აბსოლუტურად ძალიან მოკლე დროში, 1-2 საათში შეიძლება ითქვას, ნებისმიერ მომხმარებელს სრულად დამოუკიდებლად შეუძლია გაირკვეს ესე ვთქვათ Power BI-ის რეპორტის მოხმარებაში და მისი მთლიანი სარგებელი მიიღოს. თამარს აქვს მგონი კითხვა? უბრალოდ არ გვესმის.
გამარჯობათ. გამარჯობა. ჩემი ინტერესი მეტად არის აი უფრო შუა ნაწილზე რაც თქვი ცენტრალიზაცია ხო აი როგორი სისტემების მფლობელებისთვის არის მიმზიდველი Power BI ანუ მნიშვნელობა არა აქვს რა სისტემაზე მაქვს მონაცემები ერთი ეს ანუ როდის არის უფრო მეტად მიმზიდველი და მეორე მაინტერესებს უბრალოდ ესე ზედაპირულად შევხედე ფაბრიკზე მიგრაციას ეს შეიძლება კურსის ჩარჩოებში არ ჯდება თუ გაქვთ ამაზე ინფორმაცია თუ არა და შეგვიძლია მეორე კითხვა გავუტოვოთ თუ ცდები ძალიან კურსის მასშტაბს ვებინარის მასშტაბს ცენტრალიზაციაზე რაც შეეხება, ანუ ნებისმიერი სისტემასთან დაკავშირება შესაძლებელი არის, რომ მათ მისგან ინტეგრაცია შედგეს და რაც შეეხება თუ ვისთვის არის ყველაზე კარგი, ეს არის ამაზე უნივერსალური პასუხი არ არის, იმიტომ რომ ყველასთვის კარგია ესე რომ ვთქვა, განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც ძალიან ინტენსიურად უწევთ, რომ ბევრი სისტემა გამოიყენონ და ყოველდღიურად რაღაც ბევრჯერ ჩამოტვირთონ Excel-ის ფაილები, იმის გამო რომ ერთიანი ცენტრალიზაცია არ არსებობს. რაც შეეხება Fabrics, ჩვენი საუბრის თემა არ იყო, მაგრამ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სამუშაო პლატფორმა სწორედ Fabric-ი არის და სამივე ნაწილს იქნება ეს ინტეგრაცია, ცენტრალიზაცია თუ ვიზუალიზაცია Fabric-ის საშუალებითაც მუშაობთ. მადლობა. ეს დავუმატებ უბრალოდ იდეაში ბიზნესის წარმატება ხო დაკავშირებული არის ახალ ტრანზაქციებთან რეალურად. რაც უფრო წარმატებული არის ბიზნესი, ეს იქნება გაყიდვები, რაღაც დაჯავშნები, ჯავშნები, სასაწყობე ტრანზაქციები თუ ესე შემდეგ, როდესაც ბიზნესი არის წარმატებული და ის მას რაღაც ტონის მონაცემები აქვს, ყველაფერი ეს განკუთვნილი ეს განაპირობებს იმას, რომ ახალი ტრანზაქციები იმატება და ადრე თუ გვიან ერთ და იგივე სისტემაში ვეღარ ინახავენ მონაცემებს, ხდება საჭირო ახალი მონაცემთა ბაზის შექმნა ან სხვადასხვა მონაცემთა წყაროების დამატება. ზუსტად ეს არის Power BI-ის ერთ-ერთი დიდი პლუსი, რომ იქნება ეს მაგალითად Dynamics-ის ERP სისტემა, სხვა მონაცემთა სისტემა, Oracle-ის SQL-ი, Microsoft Access-ი თუ ესე შემდეგ. ყველაფრიდან აქედან შესაძლებელი არის მონაცემების ერთ ადგილას წამოღება, დამუშავება, იმის მიუხედავად რომ მილიონობით ჩანაწერიც შეიძლება არსებობდეს და არსებობს კიდეც და ამ ყველაფრის მომხმარებლისთვის ძალიან კომფორტულად და ძალიან მოქნილად წარდგენა. კარგი, მაშინ ჩვენ მომზადებული გქონდა ყველაზე ხშირად დასასრული კითხვები და შეგვიძლია რომ ამაზე ვისაუბროთ. პირველი რაც გვაქვს ეს არის შეიძლება თუ რეპორტები იყოს მუდმივად განახლებული და ამის დემონსტრაცია იყო პირველ მაგალითზე რაც გვაჩვენეთ რომ ნებისმიერი რეპორტი იყო შეგვიძლია რომ ავტომატურად განახლებები იყოს გააჩნია თუ რა ინტენსივობა არის საჭირო. ხო, ასაშტი што გინდა მეორე შემოპასუხე. კარგი. შესაძლებელია რეპორტების სხვადასხვა მოწყობილობიდან მოხმარება. უკვე აღნიშნეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ონლაინ არის ეს რეპორტები ხელმისაწვდომი, შესაძლებელია მობილური იქნება ეს, ტაბლეტი იქნება თუ კომპიუტერზეც რა თქმა უნდა, ხარწყის ხსენება, ნებისმიერ ესეთი მოწყობილობიდან ძალიან კომფორტულად შესაძლებელია ამ რეპორტების მოხმარება. ჭირდება თუ არა ფასიანი ლიცენზია რეპორტების სანახავად. აქ მარტივი პასუხია რომ სანახავად დაიწერან რომ ვებ სერვისზე გაჩვენეთ ვებზე ატანილი რეპორტი, აი მაგის გაზიარებისთვის საჭირო არის ლიცენზია კი. ხოლო ბარემ აქვე რა უპასუხოთ რომ უფასო ვერსია არსებობს თუ არა, აი ის დეველოპმენტ გარემო, სადაც რეალურად ხდება რეპორტის შექმნა, ეგ არის უფასო. ხოლო ლიცენზია შემოდის მაშინ, როდესაც უკვე გვინდა რომ ჩვენს თანამშრომლებს გავუზიაროთ ვებ სერვისის საშუალებით. რაც შეეხება არსებობს თუ არა უფასო ვერსია, Power BI-ს უფასო ვერსია არსებობს, მაგრამ ის გამოიყენება ძირითადად რეპორტის შესაქმნელად, უბრალოდ, როდესაც საჭირო ამ რეპორტის გამოქვეყნება, სხვისთვის გაზიარება, ჩაშენება ვებსაიტში ან ესე შემდეგ, ამ ყველაფრისთვის უკვე ფასიანი ვერსიები და ლიცენზიები არის საჭირო უпроსტურად. კარგი, მე მგონი ჩავედიოთ ზუსტად დროში. დიახ, გიორგი. ერთ კითხვასაც დაგისვევთ, მადლობა.
თქვენ აქცენტი გააკეთეთ Excel-თან ინტეგრაციაზე. რამოდენიმე, არ ვიცი, ტოპ 5 დავარქვათ Excel-ის შემდგომ როგორ აპლიკაციებთან დაგიკავშირებიათ Power BI და რა არის ყველაზე მეტად გამოყენებადი წყარო მონაცემებისთვის Power BI-ისთვის. თამარმაც დასვა ეს კითხვა, მაგრამ ცოტა ან მაგალითები დაგვაკლდა თითქოს ყოველ შემთხვევაში. ოკეი, ძირითადი წყარო ალბათ არის SQL-ი, ანუ მონაცემთა ბაზა. იქნება ეს ნებისმიერი ტიპის SQL-ი, Microsoft-ი, Oracle-ი, Postgre, MySQL, ნებისმიერ SQL-თან შეუძლია კავშირი. ასევე ნებისმიერ cloud ოპერატორთან შეუძლია კავშირი Power BI-ის და ანუ სადაც კი ცხრილი, ანუ სვეტების და ჩანაწერების ტიპის ფორმატის data ინახება, ჩათვალეთ, რომ ყველაფერთან შეუძლია კავშირის დამყარება, მაგრამ ყველაზე ხშირი უფრო SQL-ია. მადლობა. კიდევ ხო არ აქვს ვინმეს რაიმე შეკითხვა? კარგი, მგონი არ არის მეტი კითხვა და შეგვიძლია დავასრულოთ. მადლობა, რომ დაგვესწარით. მადლობელი დაგრჩებით, თუ აი ეკრანზე შევსებულ კითხვას შეავსებთ, QR-ით შეგიძლიათ რომ გადახვიდეთ. ძალიან დაგვეხმარება და ასევე გამოგვიწერეთ ამ სოციალურ მედიებზე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დასწრებისთვის. მადლობა. მადლობა და ნახვამდის.